დავბრუნდით პირდაპირ ეთერში GDS აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და საინტერესო თემაზე რა თქმა უნდა საინტერესო თემაზე აგრძელებს საუბარს. ისეთ საინტერესოზე რომ მე გავიქცევ ხა ჭიქებს გავამწერ. ხო იმდენად დაინტერესებს. საზარელოში ატრიალე. ხო. არ შეგიშალოს რაოდენობა ჭიქების. ხო. ყველასთვის. 4 ვართ. კაკაჩავე 6. ორჯერ წავა. ვაიმე, ჭიქების წამოღებას პირველი გაკვეთილი. მოდი. კაი, ამასობაში მე სტუმრებს წარვადგენ სამ ჭიქების წამოღებას თან გაჩვენოთ მაყურებელს ბევრი ჭიქა ერთად როგორ უნდა წამოღოს მას. მაშინ წარვადგინოთ სტუმრებს. წამოვიდეთ. ზაძა გაგუა ღვინის კლუბის წევრი და ალექსი ბადუაშვილი შატო მუხრანის კონსულტანტი. ღვინის კონსულტანტი. ღვინის კონსულტანტი. კონსულტანტის რჩევა გჭირდება. აბა, ნომერი პირველი. პირველ წამოვიდა. დავალაგოთ ჭიქები. დაუბრუნდით საწყის პოზიციაში. ხო? აი ვიღებთ ესე. აჰა. ანუ პირველი, მეორე, მესამე საკედან. შემდეგ ესე მე რაღაც რთულია მე მგონი. ამას რა გძელი თითები გჭირდება თან. და ესეც დაახლოებით შეიძლება 18 ჭიქის ესე გამოგივიდა და კარგი, წამოდი და მე ვის. თქვენ გაიმეორე? კი ბატონო, გაიმეორე, ნუ ყავყანთ თხილად, მაინც არ გატო. ტელაბოტად ვერ მაშინ და ორი რეისი მოხევით ძალიან ანუ ერთმანეთს არ აქვს. ნუ კამერებზე იმუშავე, კამერებზე. ხო გიჭირავთ. ესე ხო? მეორეც, აჰა, კი მიჭირავ. შემდეგ ეს აქ. ვაიმე. აბა ესე. ვაიმე რა რთული. ვაიმე. ეს მოდი რა. შეძელი. ბრავო, ნუკა. აჩა. ბრავო. მაგარია. ჩამოაგებ შემდეგ თავი მიყოლები ჩამოავალ. აქედან თუ დაიწყეთ ეს ჩამოგივარდებათ. ჯერ ჯობია ეს. შემდეგ პირველი. შვენიერი. გადასარევი. აი რა რჩევა მიიღო ჩვენ ძალიან კარგად მამაკურებელმა. პრაქტიკულად გამოსაყენებელი ხერხი. დაგპატიჟე ღვინოზე სახში და ესე მოგვარ. აუცილებლად. საინტერესო სასიამოვნო სიახლეა ის რომ ხაზობრივი პაუზის შემდეგ განახლდა ღვინის κλუბის დეგუსტაციების ციკლი, ხო? ციკლი. შეგვიძლია ასე დავარქვათ, კი, ეს ყოველწლიურად განსაკუთრებით ზაფხულში ვააქტიურებთ, როდესაც დაცხება ხოლმე სხვადასხვა დეგუსტაციებს თემატურად ჩვენ კლუბის წევრებს და არა მარტო კლუბის წევრებს, ყოველთვის შეუძლია მოუბრძანდეს, სადაც სიმბოლური გადასახადები ბილეთები, იმიტომ რომ ღვინო იყო შეძენილი და ახლა ქონდა შაბათს როზეების დეგუსტაცია. ანუ ეს როზე არის ვარდისფერი ღვინო საქართველოში ახალი არის ტრადიციული ღვინო არის. ეს ის ღვინოა, რომელიც ზაფხულში აქვს. საზაფხულო ღვინო, არა მარტო ზაფხულში, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულში თვითონ ეს როზე არის წითელი ღვინოსგან კეთდება ძირითადად, არის უბრალოდ ჭაჭაზე, ანუ ყურძნის მართვასთან აქვს ნაკლები დროით შეხება და შესაბამისად წითელი ღვინის მაგივრად ვიღებულობთ ვარდისფერ ღვინოს და უფრო მაღალ გრადუსიანია? ალკოჰოლი ჩვეულებრივ 12 გრადუსია, უბრალოდ შეფერვას აღარ აძლევს კანი, რახან დიდხანს აღხდება რამდენიმე საათი, მაქსიმუმ 1 დღე ჩერდება და ამიტომ უფრო ვარდისფერი ღვინო გამოდის. ღვინო ხო არ არის ჩემთვის. მშრალი, ნახევრად როზოები არის მშრალის, ნახევრად კბილის და სავარაუდოდ ესენი ტკბილებია. ესენი მშრალებია. საქართველოში როზეების წარმოება მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყეს. ეს ერთ-ერთი პირველი თელავის მარანი იყო, ის საფერავისგან გააკეთა. მე ძირითადად საფერავის როზეები იყო საქართველოში, მაგრამ უკვე გამოჩნდა სხვა კომპანიების, აი შატო მუხრანის თავკვერის როზე გვაქვს, ხარებას გვაქვს, ძალიან საინტერესო როზე, რომელიც ჩვენ დეგუსტაციაზეც ერთ-ერთი მაღალი შედეგი, ანუ ქულებს აქვს წერტ და შეფასებას ვაკეთებთ. რომელიც გაკეთებულია სამი ჯიშიდან, საფერავი ადამიანი, რომელიც არ არის პროფესიონალი, არ შეიძლება მე ვიყო, თქვა. კი, რა თქმა უნდა, ანუ ხდება ის ყოველთვის არის თან განათლებისთვის არის, თან სიამოვნებისთვის არის, გაიგო შეადარო, შეაფასო. შეგვიძლია ახლა მოვაწყოთ თვითონ კლუბში ვართ. ხომ შეიძლება? კი ბატონო, კი. შევაფასოთ ფერი, ანუ როზესთვის დამახასიათებელი თუ სამი რაღაც ხდება. არ ვიცი, უნდა ვიმოგვასწავლოთ. ფერი, სურნელი და გემო, სამი რაღაცის და ჯამში. და როგორი უნდა გქონდეს? ხო, ყველა განსხვავებული ხარებას დავამთავრებ. ხარება როზე არის სამი ჯიშისგან გაკეთებული, ეს არის საფერავი, აღმოსავლეთ საქართველოსთან, დასავლეთ საქართველოსთან ოცხანური საფერე და ალადასტური. ანუ სამი საუკეთესო ქართული ჯიშის ნარევი. ეს გვაქვს თავკვერის როზე. მე-20 საუკუნიდან ვახსენე და მე-20 საუკუნის ბოლოში იქ ხო და ის სხვა ქვეყნებში რა ვკრავდა ის უფრო დიდი ტრადიცია. უფრო დიდი ტრადიცია, რა თქმა უნდა, საფრანგეთში, იტალიაში უფრო დიდი ტრადიცია. ჩვენთან მაინც თეთრი და წითელი ღვინო იყო. მაგრამ ბუნებრივი როზები არის ჩვენთან, მაგალითად ჩხავერი არის ესეთი ჯიში, ქართული, რომელიც მაგალითად ჭაჭის გარეშე თუ დააყენებ, თეთრი ღვინო გამოდის, ჭაჭაზე თუ დააყენებ, გამოდის ვარდისფერი ღვინო. როზის შეფერილობის, მაგრამ ესეთი როზე სპეციფიკური ტექნოლოგიით უფრო მაინც
მაინც მოგვიანებით დავიწყეთ. არის დღეს დიდი მოთხოვნა სწორედ როზეებში. რა თქმა უნდა, პოპულარული ხდება თვითონ შეგნით, ამიტომ კომპანიებში არის, როგორც გითხარით, მაგალითად 10 წლის წინ ერთ კომპანიას ჰქონდა სულ როზე თელავის მანაჟი და უკვე სადღაც 15-ზე მეტი კომპანიას აქვს როზე წარმოდგენილი ქართულ ღვინის ბაზარზე. ზოგ კომპანიას რამდენიმენაირი როზე აქვს, ანუ მშრალიც, ნახევარმშრალი, სხვადასხვა ჯიშებს, შატო მუხრანს. სხვათა შორის ქართულმა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულმა როზეებმა საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს ისეთ ბაზრებზე, სადაც არ იყო, კი ბატონო, სადაც არ იყო ქართული როზეები, არ გამოირჩეოდა დიდი პოპულარობით. აი მაგალითად შატო მუხრანის როზემ ალბათ ტექნოლოგია შესაბამისად იხვეწებად რო თანამდებობაში. ტექნოლოგია უფრო მეტი სწორად. აი შატო მუხრანის აი ამ კონკრეტულმა თავკვერიც როზემ ეს ჩვეულებრივი წითელი ჯიშია, რომლისგანაც გაკეთდა როზე და მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას, აღიარდა ამერიკის წლის საუკეთესო როზეთ 2012 წელს, 2011 წლის მოსავლით. ჩვენ უნდა დავაგემოვნოთ ხო? გარდა ამისა, არა მარტო შატო მუხრანის როზებს, ძალიან ბევრ ქართულ როზეებს მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრ ქართულ როზეს აქვს, ძალიან დიდი და ბევრი წარმატება მოპოვებული და ღვინის კლუბის ამ დეგუსტაციაზეც დადასტურდა, რომ ძალიან ბევრი კარგი როზეები გვაქვს საქართველოში და საზაფხულოდ შეგვიძლია გამოვიდეთ. რატომ მაინც და მაინც უფრო მეტად საზაფხულო? რატო ითვლება, რომ როზე არის უფრო საზაფხულო? გემოს მიხედვით, შეფერია. კერძებთან შეხავისადმი ადამიანის სუბუქი ღვინო, გააჩნია როზეს და ჩვენ მქონდა დეგუსტაციას როზე, რომელიც შეიძლება წვათანაც მიირთვა, მაგრამ არის ესენი მაგას სალათები, თეთრი ხორცი. რომ ვისაუბროთ. აი მე ვიტყოდი რომ როზე განსაკუთრებით იმის გამოითვლება კარგ საზაფხულო სასმელად, რომ ცივ მდგომარეობაში როზეს მიირთმევა, გაცილებით უფრო საინტერესოა და იმ ფონზე როცა სიცხეა და გვინდა ცივი სასმელი მივირთვათ, როზე ძალიან გვეხმარება, რომ ესეთი ალკოჰოლური სასმელი როგორც არის ღვინო მივიღოთ ცივ მდგომარეობაში და ამასთან ერთად ბოლომდე შევიგრძნოთ ეს ღვინო, იმიტომ რომ სიცივე უხდება როზეს ძალიან. მოდი დავაგემოვნოთ. მოდი დავაგემოვნოთ. გვაქვს გასახსნელი? კი, გვაქვს სახსნელი. მომარაგებულები ხართ ესე. ჩვენს სახსნელები დავშეიარეთ. ხალხად შეიძლება, მე არ ვიცი, თეთრ ან წითელ ღვინოს ცივი მდგომარეობა არ ხდება? არ ვიცი. წითელ ღვინო ძირითადად უნდა მიირთვა, ამას მე გავხსნა. უნდა მიირთვა ოთახის ტემპერატურაზე. არაცი. ზოგიერთი მაგალითად თეთრი ღვინოები შედარებით უფრო დაბალ ტემპერატურაზე ღვინოს გააჩნია ხო 8-10 გრადუსზე. როზეს დაახლოებით ეს არის ოპტიმალური 12 გრადუსი. როზეს მივირთმევთ კერძთან ერთად თუ მანამდე ვერტგვარი აპეტაიზერი შეიძლება იყოს? ორივე მდგომარეობაში. საქართველოში ეგ ეშლება, სხვადასხვა ღვინოებს მიირთმევენ არაადეკვატურ კერძს. ხო, აი ესეც საინტერესოა. ბილ ღვინოს მაგალითად რაღაცა წვათთან. კი, ხო, ეს არის მარკინძმარაული ხო არის შეხამება ღვინის და კერძის შეხამება კიდე კულტურა, ყველა ცალკე სხვა ღვინო უნდა რამდენი განათლება სჭირდება? ხო, ანუ ისეთ რა არის, ეს დაგემოვნება არის ორი რაღაც, ხო, ერთი არის რომ ისიამოვნო და მეორე ახლა თრობისთვის და თუ სიამოვნება გინდა არის რომ ღვინო და კერძის თანაფარდ. ღვინის დათრობას ერთი დიდი მინუსი აქვს, მე ეგრეთ წოდებული გაჭყეპილი, რაღაცას რომ ახუსი? ახუსი გაჭყეპილი რო ხარ და ხო, ცოტა დალევი და სიამოვნებით იგივე ალკოჰოლურ თრობაში შეხვალ ერთი ბოთლი ვიდრე მაგალითად 3 ლიტრა დალიო რაღაც დიდი განსხვავებულები. არაადეკვატური. ჩვენებური ქართული წესი ღვინის დალევის ერთი ჭიქა კლიენტ უნდა დაცალო აი ეს მაგაზე მე სულ ხუმრობ ხოლმე საქართველოში სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ერთი ჭიქა ღვინის კულტურა, იყო 2 ლიტრი ღვინის კულტურა. მაგრამ აქვე აღვნიშნავ და ძალიან დიდ მადლობას მოვხდი კიდევ ერთ ისეთ ღვინის ბარს, რომელშიც ჩავატარეთ ჩვენ ღვინის კლუბის ამ როზეების დეგუსტაცია, sadაც აი ესეთი უკვე ძალიან მრავლდება ესეთი ადგილები, sadაც უკვე შეგიძლიათ ერთი ჭიქა ღვინის კულტურა შეიგრძნოთ ბოლომდე, შემდეგ თანდათან დამკვიდრდება ეს კულტურა და უფრო საინტერესოა. ალბათ ადრეც იყო, ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ჯიშები გვაქვს, აი ძალიან წარსულზე თუ ვილაპარაკებთ. მე მგონი ადრე იყო ეს კულტურა, უბრალოდ რაღაცა მომენტში მოხდა დამახინჯება, ხო? ხო, არის როგორ არის ჩვენთან ეს მაინც სხვადასხვა განვითარება ქონდა, ხო, იმ 2 ლიტრსაც თავისი მუღამები უნდა გააჩნია როგორც ამ და რატომ სონდეს არ უნდა იყოს შეჯიბრებებითობა, ხო? გააჩნია ხასიათზე შეიძლება უფრო მეტის დალიო. ესე იგი დეგუსტაციის დროს ვაფასებთ 3 კომპონენტს. ჯერეთი დავლევ და მე კი ბატონო. და ბოლოს განათებას ვეღარ წავიყვანებ. არა. როგორი დალევასაც თავიდან პირველი არის იოერი, შემდეგ არის არომატი და ბოლოს არის დაგელოდები და აი გითხარით წესები. არომატი უკვე ვიგრძენი, სანამ ჩიქაჩერამდე მოვიდა. ეხლა გვასწავლეთ ხომ რაღაცა, ვიცით რომ დალევასაც აი დეგუსტაციის დროს თავის ჯერ უნდა რაღაცა გააკრიალოთ. ხო, არის. მოყვებით თქვენ ფეხს დაბლა მოკიდოთ, იმიტომ რომ ღვინო არ გააცფოთ და
ხელის ჭიქებით. ეს ჭიქები ცოტა არ არის, თორე სადეგუსტაციო, მაგრამ არა უშავს. დიდი ზონის უნდა იყოს. ამასაც თავის მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღვინისთვის არის სპეციალური ჭიქა შექმნილი და ახლა საქართველოში წლის ბოლოს გვექნება უკვე საფერავისთვის შექმნილი ჭიქა. ანუ მშრალი საფერავისთვის ეს ძალიან დიდი როგორი ჭიქა ჭირდება დეგუსტაციაში უფრო ფართო ხო ეს არა როზეებისთვის თავისი ჭიქაც საერთოდ რას აკეთებს ჭიქა ეხმარება პირველ რიგში სურნელის უფრო კარგად აღქმაში და შემდეგ პირში ღვინის ისე გადანაწილდებაში რომ ღვინო პირდაპირ იყოს კონცენტრირებული იმ რეცეპტორებისკენ რომლითაც შეიძლება უფრო კარგად აღვიქვათ ამ ღვინის ხასიათი და გემოები როზესთვის ხშირად არის ხოლმე ცოტა აქედან უფრო ცოტა მუცლით და შემდეგ ცოტა გაშლილი ჭიქები, მაგრამ სტანდარტულად როზეს მირთვება ჩვეულებრივი სტანდარტული თეთრი ღვინის ცოტა თხელკედლიან ჭიქებშიც არ იქნება აი შეცდომა. ეს ჭიქები მეზიზღება. დაბალი. გათლილი. ანუ ეს ამას გადასაკრავი ჭიქა კი, გადასაკრავი ჭიქა. კაი, ეხლა სურნელი მე 10 ბალს უწერ და ნამდვილ დეგუსტატორი მე ვიცი რომ ფულების მიხედვით მინიჭება. ხო, ანუ გაჩენ რამდენი ღვინო გაქვს? გაჩენ რამდენი გაქვს ერთი ღვინო. ფულას ვარ. დეგუსტაციის დროს რო არაგეროს საჭირო მე წყლის გამოვლება და ასე შემდეგ მაგრამ. დეგუსტაციის დროს ფულას ვარ შემდეგ კონკრეტულ ღვინოს როდესაც ვინჯავთ თუ როგორ. კი, ანუ ჩვენ მქონდა ესეთი რომ შეფასებას არ ხომ კაცრი უბრალოდ ხო ჩვენი შიდა კლუბისთვის და არანაირი ამას არ ნიშნობა არ კომპანიებისთვის რომლებიც კი, რა წარმოადგენენ. თქმა უნდა, თუ დაინტერესდებიან ინფორმაციას მივაწვით, იმიტომ რომ ვაფასებდით ფერს 1-დან 3 ბალომდე, ვაფასებდით არომატებს 1-დან 7 ქულამდე და გემოს 1-დან 10. ანუ მაქსიმალური ქულა მივანიჭე ფერს, მაქსიმალური ქულა მივანიჭე არომატს და ახლა გემოს. და არომატს რისი არომატები ასოცირდება თქვენ ეს რო წარმოიდგინეთ რასთან რა კითხავთ ნუ კან შემთხვევაში გამოდგენ ეს კომპონენტი. რაღაც გადაახტი. ძალიან საინტერესო ჯიშია. წარმოშობით ქართლის ჯიშია. ვერ ხვდები რა სანაცოცირდება მითხარით, დამეხმარეთ. ხო, იგი ძალიან ინდივიდუალურია. გართულია არომატის დასახელება. ხო, აი, ალექსონალობა ყოფის ამ დარგში. აბა ჩემი დახასიათების მერე უბრალოდ ძალიან ცუდი ეს არის ხოლმე რომ შეიძლება ჩემი დახასიათების მერე მოვექცეთ გავლენის ქვეშ. ხო, რა თქმა უნდა. არა, არ დაგეთანხმებით, თუ არ ეს თქვენი გავლენის ქვეშ. არა, დაგვეხმარეთ მართლა. მე ვფიქრობ რომ ამ ღვინოს აქვს ისეთი ტიპიური გავლენა როგორც არის მაგალითად ღვინის კლუბის რაც არ უნდა იყოს ღვინის კლუბში სხვადასხვანაირად არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო სხვანაირად არის. ანუ გამოყენებულია ისეთი საინტერესო ჯიში, რომელსაც ახასიათებს ეს სიმჟავე და სიმჟავესთან კი ახასიათებს ეს სიმჟავე და სიმჟავე ვიგრძენით ხო? ეს სიმჟავე ვიგრძენით და ამ სიმჟავესთან ერთად ძალიან საინტერესოა და ცუდად ყოფილა ჩვენ. ამ სიმჟავესთან ერთად ძალიან საინტერესოა ის გემოები, რაც ამ ჯიშს ახასიათებს. ეს ჯიში არის ძირითადად ახასიათებს აი ესეთი სურნელი, როგორიც არის მაგალითად ის სიმჟავე და ასევე სიმჟავესთან ერთად იგრძნობა ძალიან საინტერესო აი ესეთი სურნელი, როგორიც არის. მდიდარი გემო აქვს, რომელსაც ძალიან ბევრი ისეთი როგორ ქართულად ვეღარ ვიხსენებ უკვე უკრაინასაციც და გავთარგმნი. კი, ძალიან ბევრი ისეთი გემო აქვს, როგორიც არის მაგალითად აი არომატები, ალუბლის, კიბლის არომატები. იგრძენი გიორგი. ჩემთვის თავარიც რა არის ერთი, რომ მე ზოგადად ღვინის ძალევიდოს ვიჭღანები ხოლმე და აი ხა არ ვიჭღანებ. და სიმჟავეც გამოხატული აქვს მაინც თუ დავაკვირდები. როდესაც გავსინჯე მართლა გამოკვეთილია ეს სიმჟავე. შენ ვერ იგრძენი? არა, კი, კენკროვანი არომატები იგრძნობა ძალიან ბევრი აი იმ სიმჟავესთან გაყოლებით. აი ეს ბოლონდი დალი თან და ჭიქაში ჩავასხათ და მე გავსინჯეთ. მაშინ მე ცოტა მესხა. მეორე ღვინოზე არ უნდა. ხო, შეგვიძლია ჩვენ გვაქვს სპეციალური ხოლმე დეგუსტაციაზე, როცა ბოლონდერს რომ ჩასახურული სპეციალი. კარგი, მაშინ რჩება. ყველაზე მეტად რომელ კერძს უხდება სწორედ კონკრეტულად ეს ღვინო, რომელსაც ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. და რომელ კერძს არის არაადეკვატური. ძალიან საინტერესოა ისეთ აზიურ კერძებთან, მათ შორის ისეთ კერძებთან, რომელსაც შეიძლება გამოირჩეოდეს ცოტა სიმსუყით, იმიტომ რომ აქვს სიმჟავე, რომელიც ძალიან კარგად აბალანსებს, კი, ძალიან კარგად აბალანსებს სიმსუყეს და ორივეს შეიგრძნობ ძალიან კარგად. არ ვურჩევდი ცხარე კერძებთან, იმიტომ რომ ცხარე
გონია რომ მოვუხდეს. კი, 9 კერძებთან შეიძლება ცოტა შეგვაწუხოს და ასევე საინტერესოა ის ყველაფრის გარეშე, ისეთ ცოტა უფრო ეს არ არის ხა ცოტა გაგვითხება მაინც აკროლოჯეკით. ცოტა შეციებული, უფრო შეციებული. იცით რა მაინტერესებს ახლა უკვე სინჯავთ, უბრალოდ გიორგი და ქეთი სინჯავენ მეორე ღვინოს. შუაში რაღაცა საჭირო არის თუ პირდაპირ შეგვიძლია რომ რამდენიმე ღვინო გავსაჯოთ და ეს არ არის კონკურსი არ არის სუნამოების დეგუსტაციის და როდესაც შეფასება ხდება, როდესაც გამანეიტრელებელი ან წყალი გამოილო ან მაგალითად პური ან ესეთი ნეიტრალური კერძი მოხდეს. საჭირო არის ჩაღიჭვა რომ რა თქმა უნდა განეიტრალდეს და ის გემოს არ დარჩეს. რაღაც პერიოდი უნდა გაიაროს. დეგუსტაციის დღე ასე ვთქვათ, როდის გქონდათ? დეგუსტაცია ქონდა ჩვენ. ბევრი მსურველი იყო, ეს მაინტერესებს. კი, საკმაოდ არის და ეს ღვინის ბარი კონკაში, რომელიც ახალგახსნილი ღვინის ბარი თბილისში ემატის საინტერესო ადგილი, სადაც ღვინის დაგემოვნება შეგიძლია მეგობრებთან ერთად საყამოს გადაღება, იმიტომ რომ ეს კულტურა ნელ-ნელა ალიბდება და ამ ბარის თავარი კონცეფცია, რაც ჩვენი მეგობრებმა გვითხრეს, არის რომ ახალგაზრდები მოიზიდონ აქტ, იმიტომ რომ არის რამდენიმე ღვინის ბარი, სადაც აი ღვინის გურმანებისთვის არის და ძალიან საინტერესო არის ისინი ჩვენი მეგობრები არიან, აქ უფრო ორიენტირება აქვს ახალგაზრდებზე ძირითადად, ვინც მაგალითად ერთი კათხალუდიდან გადმოიყვანონ ერთ ჭიქა ღვინოზე, იმიტომ რომ ეს კულტურა ჩვენთან ცოტა დაჩაგრული არის სხვა ალკოჰოლს ასპარეზზე. კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს. აი ასე რო აკეთებენ ღვინის ჭიქას. ეს თეთრ ფერზე ფონი, აი თეთრი გაყავტინო აი ეს რა გვახსოვს და თან ფერი შესაფასებლად, უბრალოდ ფერი უკუკეთ ვატერპასი უნდა გაასწორო. კი, დაახლოებით და white balance. ნახე რა ამაზე. მაყურებელი აი თქვენც ესეც გასინჯეთ და აი და კიდე მაინტერესებს ახლა ვერ ვიხსენებდი ერთ-ერთ გადაცემაში გქონდა ესეთი რჩევა რიგით მივიღეთ რომ გადაცემაში თუ გახსოვს. აღარ მახსოვს. ვერ ვიხსენებთ ხო თქვი გიორგი და ახლა მით უმეტეს ოზმოზე ღვინო. პირველი გემოს რეცეპტორი მარჯვნივ გვერდით როგორც მახსოვს, შემდეგ მარცხნივ და შემდეგ უკვე სასის მიდამოში გახსოვთ ეს? კი, მახსოვს. ყველა ენაზე განსხვავებული ენის წევრებზე მე ჯერ არ დამიგემოვნებია მეორე. სიტკბო შემდეგ სხვადასხვა ან ის ჭიქების რაც არის განსხვავებული, უბრალოდ ამის სწორად აღქმა შეეხმარება და ამიტომ არის ყველა ღვინის შექმნილი. მე პირველი მომეწონა, ესეც სიმჟავე ვიგრძელი აქაც. უბრალოდ ბოლომდე ვერ გავიგებთ, მაინც ოდნავ თბილი რო არ ცოტა ჭირს ტემპერატურა ძალიან დიდი გავლენას ახდენს და საინტერესოა ჩვენ განაჩენ თანამშრომლებზე დააგემოვნებენ ამ ბლოკის მეორე რა სიტყვიან, რომლებიც ელოდებიან. რა? განაჩენ თანამშრომლებზე დააგემოვნებენ რა სიტყვიან? საკომოდი მეორე ღვინო უნდა დავცალოთ ახლა ამიტომ დალიე. ეხლა მეორე ღვინო თქვენ შეაფასეთ. ხო, მეორე ღვინო ძალიან საინტერესოა. და გიორგი დაიწყეთ. მე ვიგრძენი ეს სიმჟავე, რაც წინა ღვინის შემთხვევაში იყო, ოღონდ მე პირველის გემო უფრო მომეწონა. მე ეს უფრო მომწონს. ხო, ინდივიდუალური გარკვეული დამისხით მსგავსება არის ჩემ შემთხვევაში. ჩემი შეფასებაც აინტერესებს. მსგავსებას, მაგრამ ეს უფრო მომეწონა. მეორე. ხო, ანუ აქ უბრალოდ ჯიშობრივად უფრო სვამ. და ჩემთვის ფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოველთვის. აი ეს ჯიშობრივად უფრო მრავალფეროვანი? კი, სამი ჯიშისგან არის და ეს ფერები არის სხვადასხვა არის. აგურის ფერიდან დაწყებული უფრო ღიაც იყოს და არის როზები, რომელიც თეთრი ღვინოს ძალიან გავს, ფრანგული როზები, რომელიც ეს ფერი არ არის განსაზღვრული და მაინც და მაინც ლალის ფერი იყოს, უფრო მკრთალი შეიძლება იყოს და უფრო ინტენსიური. მაგრამ მე მაინც ტკბილი ღვინოების მოყვარული. ყავით ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი? არა, ტკბილი ღვინო. აი ტვიში მე მგონი თუ აქვს. ტვიში ნახევრად ტკბილია. ნახევრად ტკბილი. საქართველოში არის ამიტომ წარმოებული. წყალი გირჩევნიათ მაინც ამ დროს. წყალი გირჩევნია. იდა მოგირბენინო? არა, იყო უკვე განეიტრავდა. ძალიან საინტერესო, ყველა ჯიშს ხო თავისებური ხასიათი აქვს, ხო? აი თავკარს მაგალითად ისეთი გამოხატული სიმჟავე აქვს, რომელიც ძალიან ხანგრძლივ დაბოლოებას იძლევა და ბევრ კენკროვან არომატებს მალავს, ესე რომ ვთქვათ. მეორეს ამ შემთხვევაში ხარებას როზესაც ასევე ძალიან საინტერესო ხასიათი აქვს. საზამთრო იგზნობა. სამი ჯიშია შერწყმული, ფერზეც ხედავთ ალბათ სხვაობას, რომ ის სხვა ფერია, სხვა ფერის როზეა. უფრო მუქი არის. უფრო მუქია, უფრო გადასულია წითელ ფერში, ის უფრო თავარია რომ აი უფრო პოპულარული ხდება ჩვენ ქვეყანაში, პოპულარული ხდება კომპანიებში და ძალიან ბევრი ესე. როგორც დიდ კომპანიებში ისე საოჯახო პატარა მარკეტის იწარმოება, როზეები და არის იგივე ხანით როგორც დიდი კომპანიებში. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ ჩამოვარდებთ რიგი ჯობლისკენ ეს ნატურალური როზეებიც კი არის, ნატურალური მეღვინეები, რომელიც ქვევრში აყენებენ როზეს, მაგალითად ხოხბის რემლებს აქვს ეს თავყერისგან გაკეთებული ქვევრში დაყენებული როზი და ანუ ეს თანდათან უფრო პოპულარული ხდება და ერთი ჯიშისგან გადადის მრავალი და ძალიან კარგი არის საქართველოს ხალხებს გარეთაც რომ გვასახელო უბრალოდ ღვინო.
სიმთვრალეზე ლაპარაკს მეტია, მაგრამ რაღაცა სასიამოვნო ნოტა დამიმატა. იცი რა, მე უბრალოდ ერთი რჩევა მინდა, არ ვიცი სწორად აღვიქვი თუ არა, უფრო მეტად მძაფრია თითქოს ამ ღვინის გემო. თქვენ ჩემი აზრით, რატომაც იგრძენით უფრო მეტი სიმძაფრე, ეს არის სიმწყლარდის გამო, რომელიც ბოლოში იგრძენით. ხო, ზუსტად. რომელიც ახასიათებს ამ გუნოს ეს მე აი ამ მეორე უბრალოდ უფრო გამოხატულია პირველზე ისევ უფრო უფრო ისე პეთრი გემოა, ვიდრე პირველი. ჩვენ სეზონის ბოლოს შეიძლება ღვინის პროფესიონალი დეგუსტატორი. პროფესიონალები და მეორე ეს თუ ვეწვევით და ჩვენ დავაგებთ. პერიოდულად ვაპარებთ თვეში ერთხელ ალბათ ან თვეში ორჯერ სხვადასხვა თემატური დეგუსტაციების, მაგალითად შემდეგ შევეგმოთ უკვე წითელი ღვინოების დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. Facebook-ი ძალიან მარტივი საშუალება ღვინის კლუბი შეგიძლიათ აკრიფოთ Wine Club დაგვიმოგურდე და knახავთ ყოველდღიურად ინფორმაციებს. სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო კონტაში იქნება მომდევნო ნორმალურ ფარგლებში ღვინო ყოველთვის სასარგებლოა. ხო, მე მომწონს აი ეს რის დამკვიდრებასაც თქვენ ცდილობთ ერთი ჭიქა ღვინო. აი ამის კულტურა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ხას გავუშვებდი, რომ ამ ერთ ჭიქა ღვინოსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვებაც ისე მივაყოლოთ ამ ღვინოს, რომ შერწყმა მოხდეს ღვინისა და კერძის და მაქსიმალურად აღვიქვათ. არა და ალბათ კერძების თვითონ უნდა შევარჩიოთ, რომელიც ხდება ყველაზე მეტად. ხო, რაღაც რეკომენდაციები შეიძლება აიღო, გაითვალისწინო, მაგრამ მაინც ინდივიდუალური, მაგრამ რაღაც ძირითადი ხაზი არ უნდა დაარღვიო, როგორც შეუხამებლობა არ გააკეთება. ჩაკაფულს არ მოუხდეთ ხა ეს მე. ხო, ჩაკაფულს არ. არის ღვინოები, რომლებიც კარგად უხდება. ძალიანაც უხდება. მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ამდენი კარგი რჩევა მოგვეცი და მართლა რო გექნებათ მორიგი კონექციება ჭიქის დაჭერა რომ მასწავლეთ. მაშინ შეხვედრამდე და გელოდებით უკვე ესე ღვინის ბარებში ესეთ გარემოებში საერთოდ მეც ისწავლით. კარგი, დიდი ეს მეორე არის უგემრიელესი. წარმატებული. ყველას ვეუბნებით ვიყურებთ და ვის არ ვიყურებს. კი, ყველას. გაუმარჯოს ყველას. გაგვიმარჯოს ჩვენ და ჩვენ რეკლამა. მოიწევით დამო. რეკლამა.